ღირსი პორფირი კავსოკალიველი. ეკლესია არის დაუსაბამო, დაუსრულებელი და საუკუნო. ვითარცა მისი დამაარსებელი, სამება ღმერთი არის დაუსაბამო, დაუსრულებელი და საუკუნო. ეკლესია უქმნელია, ვითარცა ღმერთი არის უქმნელი. იგი არსებობდა უწინარეს საუკუნეთა, უწინარეს ანგელოზთა და უწინარეს სოფლის დაბადებისა, ამბობს პავლე მოციქული. ეკლესია ღვთივდაწესებულია და მას შინა დამკვიდრებულარს ყოველივე სავსებაი ღმრთეებისა იხორციელად. ეს არის ღვთის მრავალმხრივი სიბრძნის გამოვლენა, ეს საიდუმლოთა საიდუმლოა. ეკლესია უხილავი იყო, ხოლო გამოჩინებული უკანასკნელთა ამათ ჟამთა თქვენთვის. ეკლესია ღია შეურყეველად, რადგან სიყვარულზე და ღვთის ყოვლად ბრძნულ განგებაზეა დამყარებული. საუკუნო ეკლესიას შეადგენს ყოვლადწმინდა სამების სამი პირი. სამპიროვანი ღმერთის აზრსა და სიყვარულში დასაბამიდან იყო ანგელოზებიც და ადამიანებიც. ღმერთის სიყვარულმა თავის ხატად და მსგავსად შეგვქმნა ჩვენ და ეკლესიას შეგვაერთა, თუმცა უწყოდა ჩვენი განდგომილება. უფალმა ყოველივე მოგვანიჭარათა ჩვენც განგვაღმრთოს მადლითა და ნიჭით და მიუხედავად ამისა თავისუფლება ბოროტებისათვის გამოვიყენეთ და დავკარგეთ თავდაპირველი სილამაზე, თავდაპირველი სიმართლე და საკუთარი თავი ეკლესიას განვაყენეთ. ეკლესიის გარეთ ყოვლადწმინდა სამებას განშორებულებმა დავკარგეთ სამოთხე და ყოველივე. ხოლო ეკლესიის გარეშე არც ხსნა არ არის და არც ცხოვრება. ამისთვის მამა ღმერთის მოწყალე გულმა თავისი სიყვარულის გარეშე არ დაგვტოვა. ღმერთმა კვლავ განგვიღო სამოთხის კარი და უკანასკნელ ჟამს ხორციელად მოგვევლინა. ხოლო ჩობილი ძე ღმერთის საღმრთო განხორციელების წყალობით ადამიანებს კვლავ განეცხადა კაცთა ხსნის, ღვთის უწინარესი განგებულება. პავლე მოციქული ეუბნება ტიმოთეს და აღსარებულად დიდარს ღმრთისმსახურებისა საიდუმლოი. ღმერთი გამოჩნდა ხორცითა, განმართლდა სულითა, ეჩვენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, რწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა. პავლე მოციქულის სიტყვები აზრით არის დატვირთული. ეს არის საღმრთო, ზეციური სიტყვები. ღმერთმა თავის უზომო სიყვარულით ქრისტეს სახით კვლავ შეგვაერთა თავის ეკლესიას. უქმნელ ეკლესიაში შესვლით ჩვენ ქრისტესთან მივდივართ. ესე იგი ჩვენ მორწმუნეები მადლით ვართ მოწოდებულნი საღმრთო ქმედებათა მონაწილენი რომ გავხდეთ. საღმრთო საიდუმლოში რომ შევიდეთ და ჩვენი ამქვეყნიური ბნებანი რომ დავძლიოთ. ძველი იგი კაცი ჩვენი ჯვარს ვაცვათ და განვიღმრთოთ, რათა მოვკვდეთ ძველი კაცისთვის და ღვთივსათნონი ვიქმნათ. ეკლესიაში ცხოვრებით ჩვენ ქრისტეში ვცხოვრობთ. ეს ძალიან ფაქიზი თემაა, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია. ჩვენთვის ამის სწავლება მხოლოდ სული წმინდას ხელეწიფება. ეკლესია ქრისტეში ახალი ცხოვრებაა. ეკლესიაში სიკვდილი არ არის და არც ჯოჯოხეთია. უფალი ბრძანებს, უკე თუ ვინმე სიტყვა ჩემი დაიმარხოს, სიკვდილი არა იხილოს უკუნისამდე. ქრისტეს სიკვდილს განაქარვებს. ვინც ეკლესიაში დაემკვიდრება, ის ცხონდება, მარადიული შეიქნება. სიცოცხლე ერთია, იგი უსაზრულოდ ხანგრძლივია და სიკვდილი არ გააჩნია. ქრისტეს მცნებათა მიმდევარი არასდროს არ კვდება. იგი ხორციელად კვდება, ვნებებისათვის კვდება და ამ ცხოვრებაშივე სამოთხეში ყოფნის ღირსი ხდება. ქრისტეს წყალობით სიკვდილი ხიდი ხდება, რომელსაც ჩვენ ერთხელ გავივლით, რათა დაუღამებელ ნათელში განვაგრძოთ ცხოვრება. მას მერე რაც მონაზონი გავხდი
დავრწმუნდი, რომ სიკვდილი არ არსებობს. მუდამ გრძნობდი და ახლაც გრძნობ, რომ მარადიული ვარ, უკვდავი ვარ, ეს დიდებული რამ არის. მაცხოვნებელი საიდუმლოებების მფლობელ ეკლესიაში სასოწარკვეთის ადგილი არ არის. შეიძლება დიდად ცოდვილებიც ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ახსარებას ვამბობთ და მღვდელი ჩვენთვის ლოცულობს. შენდობას ვიღებთ და უკვდავებას ვუახლოვდებით ყოველგვარი სტრესის და შიშის გარეშე. ვინც ჭეშმარიტად შეიყვარა ქრისტე, ქრისტეს ცხოვრებით ცხოვრობს. უკეთ უღვთის მადლით ამას მივაღწევთ, მაშინ სხვა საშურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ჩვენთვის არავითარი შიში არ არსებობს, არც სიკვდილის, არც ეშმაკის, არც ჯოჯოხეთის. ეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვის არსებობს, რომლებიც ქრისტესაგან შორს არიან, არა ქრისტიანებისათვის. ხოლო ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, მისი ნების აღმსრულებლებისათვის ასეთი რამ არ არსებობს. ანუ ისინი, რა თქმა უნდა, არიან, მაგრამ მხოლოდ მაშინ და მათთვის, როცა ადამიანი ძველ კაცს იღებს, ვნებებითურთ და გულის თქმით. ქრისტიანი არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც ეშმაკს და არც ბოროტებას. ეს მას არ აღელვებს. ერთადერთი, რაც მას აღელვებს, ეს არის სიყვარული, ქრისტეს და მოყვასისადმი მსახურება. უკეთუ ჩვენ იმ საზომს მივაღწევთ, რომ სიყვარული, სიხარული და ქრისტეს მსახურება ყოველგვარი შიშის გარეშე განვიცადოთ, მაშინ ჩვენ იმ მდგომარეობაში ვიქნებით, როცა შეგვიძლია თქმა, ხოლო ცხოველ არ ღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე. ამ საიდუმლოში შესასვლელად ჩვენი დაბრკოლება არავის ხელეწიფება. ეკლესია ქვეყნიური სამოთხეა. ღმერთის მსახურებით ადამიანი სამოთხეში ცხოვრობს. ქრისტეს თუ შეიცნობ და შეიყვარებ, სამოთხეში იცხოვრებ. ქრისტე სამოთხეა, სამოთხე კი აქვე იწყება. ეკლესია ამ ქვეყნიური სამოთხეა, რომელიც ზეციურის მსგავსია. იქ ზეციურ სამოთხეში ყველა სული ერთია, როგორც ყოლა წმინდა სამება სამპიროვანია, მაგრამ ერთარსია და ერთს შეადგენენ. ჩვენი მთავარი საზრუნავი ქრისტესთვის თავის შეწირვა, ეკლესიასთან შეერთებაა. უკეთუ ღვთის სიყვარულს შევუერთდებით, ეკლესიას შევუერთდებით, ხოლო თუ ეკლესიაში არ დაუმკვიდრდებით, ამ ქვეყნიურ ეკლესიასთან ერთობაში თუ არ ვიქნებით, მაშინ საშიშროება გვემუქრება, რომ ზეციურსაც დავკარგავთ. როცა ზეციურს ვამბობთ, არ გეგონოს, რომ იქ სხვა ცხოვრებას ვპოვებთ, ყვავილებით და ბაღებით, მთებით, წყლებით და ჩიტებით. იქ მიწიერი სილამაზე არ არის. იქ სულ სხვა, გაცილებით უფრო ამაღლებულია. ვინც ქრისტეში ცხოვრობს, ის ქრისტესთან და მის ეკლესიასთან ერთი ხდება. მას უცხო განცდა ეუფლება. ეს სრულიად სხვა, დანარჩენ ადამიანთაგან განსხვავებული ცხოვრებაა. ეს არის სიხარული, ეს ნათელია, მხიარულება და აღმაფრენაა. აი რაში მდგომარეობს ეკლესიური ცხოვრება, სახარებისეული ცხოვრება, ღვთის სასუფეველი. სასუფეველი ღვთისა შორის თქვენსა არს. ქრისტე შემოდის ჩვენში და ჩვენ ქრისტეში. ეს რკინის ნატეხივითაა, რომელსაც ცეცხლში აწრთობენ. ცეცხლში რკინაც ცეცხლად იქცევა და ნათლად, ხოლო უცეცხლოდ კვლავ ტლანქი რკინაა. ეკლესიაში ღვთაებრივი გარდამოსვლა აღესრულება და ჩვენ განვიღმრთობით. როდესაც ქრისტესთან ვართ, ჩვენ ნათელში ვართ და როცა ნათელში ვცხოვრობთ, მაშინ იქ ბნელი არ არის. მაგრამ ნათელი მუდამ არ ნათობს. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. რკინაც ასეა, რომელიც ცეცხლის გარეშე მუქდება, ნათელი და ბნელი შეუთავსებელია. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ნათელიც და ბნელიც ერთდროულად გქონდეს. ან ნათელია, ან ბნელი. როდესაც სინათლეს ანთებ,
მაშინ ბნელი ქრება. ერთობის დასაცავად ეკლესიას მის ეპისკოპოსებს უნდა ვემორჩილებოდეთ. ეკლესიის მორჩილებით თვით უფალი იესო ქრისტეს ვემორჩილებით. ქრისტეს სურს, რომ ჩვენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს ვიყოთ. ეკლესიისათვის უნდა განვიცდიდეთ, ძლიერ უნდა გვიყვარდეს იგი. ეკლესიის იერარქიის განკითხვას არ უნდა ვითმენდეთ. მთაწმინდაზე მართლმადიდებლური სულისკვეთება ვისწავლე, ღრმა, წმინდა, მდუმარე, უთანხმოებას და განკითხვას განშორებული. კლირიკოსების გამკითხველს არ უნდა დავუჯეროთ. საკუთარი თვალითაც რომ ვნახოთ ვინმე კლირიკოსთაგანი რაიმე საძრახის ჩადიოდეს, მაინც არ უნდა დავიჯეროთ. ამაზე არც უნდა ვიფიქროთ, ყოველგან და ყველგან არ უნდა გავიტანოთ. ასეთივე დამოკიდებულება გვმართებს ეკლესიის საერო წევრებისა და ყოველი ადამიანის მიმართაც. როდესაც ეკლესიას მისი წარმომადგენლების შეცდომების გამო განიკითხავენ, ვითომ და მისი გამოსწორების მიზნით, ამით უდიდეს შეცდომას ჩადიან. ასეთ ადამიანებს ეკლესია არ უყვართ და რა თქმა უნდა, არც ქრისტე არ უყვართ. ჩვენ მაშინ გვიყვარს ეკლესია, როდესაც ჩვენი ლოცვით ყოველ მის წევრს მოვიცავთ და იმას მოვიმოქმედებთ, რასაც ქრისტე აღასრულებს, თავგანწირვას, მხნეობას და ყოველივეს მსგავსად მაცხოვრისა, რომელი იგი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქმიდა, მიეცა მართალი იგი მსაჯულსა. ყურადღება უნდა მივაქციოთ აგრეთვე ტიპიკონის საიდუმლოებებით ცხოვრებას, განსაკუთრებით საღვთო ზიარების საიდუმლოს. ამაშია მართლმადიდებლობა. ქრისტე ეკლესიას საიდუმლოებებში სწირავს თავს, განსაკუთრებით კი საღმრთო ზიარებაში. მინდა გიამბოთ, როგორ მომიხილა ერთხელ ღმერთმა მემ დაბალი, საიდუმლოს მადლი რომ იხილოთ. დიდი ხნის წინ წყლული მოვიწიწკნე ზურგზე, რომელიც ძალიან მტკიოდა. იგი პატარა ლურსმნის თავისოდენა იყო. ტკივილმა ზურგის მარცხენა მხარის დიდი ნაწილი მოიცვა და აუტანელი გახდა. მილესაში, ჩემს სენაკში ზეთის კურთხევა აღვასრულეთ. ზურგზე მტკივან ადგილზე ჯვრის სახით ნაკურთხი ზეთი მცხეს, ტკივილი მაშინვე დამიცხრა. ღვთის ამ მოხილვამ იმდენად გამახარა, რომ ყველა ჩემთან მოსულს ამ ზეთის ცხებას ვურჩევდი. წაიღეთ და იცხეთ ეს ზეთი, ტკივილს დაგიცხრობთ, ვეუბნებოდი მათ. შენდობას გთხოვთ ეს რომ გიამბეთ, მაგრამ ღვთის სადიდებლად ვაკეთებ ამას.